წარმოიდგინეთ, დილა. თვალებს სახელთ, ტელეფონს იღებთ და პირველი, რასაც ხედავთ, არის შეტყობინება. დილა მშვიდობისა. შენი გული ბედნიერია, რადგან დილიდან შენზე ვფიქრობ. თქვენ ღიმილით პასუხობთ. გულში გეღურებათ სითბო. თითქოს ეს არის ნამდვილი სიყვარული. თითქოს ეს ადამიანი თქვენით არის აღფრთოვანებული. მაგრამ შემდეგ დუმილი. პასუხი აღარ მოდის. წუთები გადის, საათებიც კი. და თქვენ ფიქრობთ, რა მოხდა? რატომ აღარ მპასუხობს? ეს შემთხვევითი არ არის. ეს ნარცისის თამაშია. თამაში, რომელიც თქვენს ემოციებზეა აგებული. დღეს მაინ მოსექზე მოგიყვებით ნარცისის მესიჯების სამდამანგრეველ ჩვევაზე. მათზე, რომლებიც თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ სწორედ ისინი აქცევს თქვენს ცხოვრებას ქაოსად. პირველი. გაუთავებელი შეტყობინებები და ყურადღების მოთხოვნა. ურთიერთობის დასაწყისში ნარცისი თითქოს ზედმეტ ყურადღებას გაძლევთ. წარმოიდგინეთ, იღვიძებთ და ტელეფონში ათობით შეტყობინება გვხვდებათ. სად ხარ, რა საკეთებ, რატომ არ მპასუხობ? თავდაპირველად ეს სასიამოვნოდ გეჩვენებათ. გრძნობთ, რომ ვინმე ასე ძლიერად ზრუნავს თქვენზე, თითქოს სიყვარულის ქარიშხალში ხართ. მაგრამ სინამდვილეში ეს სიყვარული კი არა, კონტროლია. ნარცისის სურს, რომ თქვენი დრო, თქვენი ენერგია და თქვენი ემოციები მთლიანად მას ეკუთვნოდეს. ის არ იცნობს საზღვრებს. თქვენ სამსახურში ხართ, მეგობრებთან ერთად ხართ, გძინავთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ დროულად არ უპასუხეთ, ამას ღალატად გითვლით. ამით ნელ-ნელა თქვენში დანაშაულის გრძნობას ნერგავს. იწყებთ ფიქრს, იქნებ მე ვარ ცუდი? იქნებ საკმარისად ყურადღებას არ ვაქცევ და სწორედ აქ იწყება ხაფანგი. შემდეგ ეს ყურადღება ჰგავს საჩუქარს, მაგრამ მალე ის გადაიქცევა მახედ. ნარცისი თანდათან კარგავს ინტერესს, რადგან ხედავს, რომ უკვე დამოკიდებული ხართ მასზე. მესიჯების სიხშირე იკლებს, თქვენ კი გტოვებთ სიცარიელესა და შფოთვაში. ახლა თქვენ ელოდებით შეტყობინებას ისე, როგორც მწყურვალი ადამიანი ელისწყლის წვეთს. მეორე. იგნორირება და უხილაობის შეგრძნება. როდესაც ნარცისი დარწმუნდება, რომ მიჯაჭვული ხართ მასზე, ის თამაშის წესებს ცვლის. თუ გვერდით ხართ, შეიძლება ტელეფონში ჩაძვრეს და ისე იქცეოდეს, თითქოს არ არსებობ. თუ შორს ხართ, ხედავთ, რომ ონლაინაა, მაგრამ პასუხი არ მოდის. და თქვენ იწყებთ ფიქრს, რა დავაშავე? რატომ უგულებელ მყო, ნელ-ნელა იბრძვით ყურადღებისთვის. ცდილობთ თითოეულ სიტყვაში, თითოეულ წერტილში ნახოთ მინიშნება, რა გააკეთეთ არასწორად. მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო მარტივია, შეცდომა არ ყოფილა. ეს არის დევალვაციის ტექნიკა. ის ნიღაბი, რაც თავიდან ნახეთ, მზრუნველი, თბილი, მოსიყვარულე, სინამდვილეში არასდროს არსებობდა. ეს იყო სატყუ არა, რომ ხაფანგში ჩავარდნილიყავით. ამ ეტაპზე ნარცისის მთავარი მიზანია დაგანახოთ, რომ თქვენ მათთვის უმნიშვნელო ხართ. და რაც უფრო მეტად ჩაგაგდებთ საკუთარი ღირებულებების ეჭვში, მით უფრო ადვილად გიმორჩილებენ თქვენ. მესამე. დაძაბულობის თამაში, ცხელი და ცივი. ეს არის მათი ყველაზე დახვეწილი იარაღი. ნარცისი დილით მოგწერთ მოკლე მესიჯს, დილა მშვიდობისად გიგზავნით გულებს და ქრება. თქვენ აღფრთოვანებული ხართ, მაშინვე პასუხობთ. მაგრამ პასუხი აღარ მოდის. საათები გადის და თქვენ ისევ ელოდებით. ეს თამაში ჰგავს ნათურის შემოწმებას. ისინი ჩამრთელს აჭერენ, რომ ნახონ, ისევ ანათებთ თუ არა. გინდათ თუ არა, თქვენ რეაგირებთ. და ნარცისი სწორედ ამას ამოწმებს. იქ არის. ისევ ჩემზე ფიქრობს. ის იღებს სიამოვნებას იმისგან, რომ თქვენში ემოცია გამოიწვია. თქვენ კი რჩებით სიცარიელესთან და გაურკვევლობასთან. პერიოდულად ეს ციკლი მეორდება, სიახლოვე, შემდეგ დისტანცია, თბილი სიტყვები, შემდეგ სიცივე. შედეგი ყოველთვის ერთია, თქვენ იძირებით შფოთვასა და დაუცველობაში. დასკვნა. ეს ყველაფერი არ არის სიყვარული. ეს არის კონტროლის სისტემა, რომელიც ნელ-ნელა გართმევთ სტაბილურობას და საბოლოოდ საკუთარ თავს. მაგრამ იცოდეთ, როდესაც ამ თამაშს მიხვდებით, შეგიძლიათ უარი თქვათ მასში მონაწილეობაზე. შეგიძლიათ შეწყვიტოთ საკუთარი თავის დადანაშაულება და დაინახოთ, რომ პრობლემა თქვენში არ არის. თუ ოდესმე საათობით ელოდით მესიჯის პასუხს და საკუთარ თავში ეჭვი შეგეპარათ, იცოდეთ, მარტო არ ხართ. ბევრი ადამიანი გადის ამ ჯოჯოხეთს. მაგრამ თქვენ გაქვთ ძალა, შეწყვიტოთ თამაში და დაიბრუნოთ თავისუფლება. დაწერეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება, ეს სხვებსაც დაეხმარება. და არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ მან მოსე და ალაიქეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ მეგობრებს. რადგან ნარცისის თამაშის გაცნობიერება თქვენი თავისუფლების პირველი ნაბიჯია.